სააკაშვილის საადვოკატო კანტორა, რათა მან მოახლოებული ჰააგის ტრიბუნალის მიმართულებით გაისროლოს ეგ დასკვნა და თქვას, რომ აბატონო ოპოზიცია იყო იქა და იმათაც კი ვერ ნახეს ჩემს მიერ უშუალოდ ჩადენილი დამშრალობის პრეცედენტები. ეს არის უსუსური მცდელობა, დაახლოებით ეს იმას გავს განკურნებელი სცენით შეპყრობილი ავადმყოფი, მაინც იმედით რომ სვავს რაღაც აბებს, რომლებიც რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ წაადგება მის ჯანმრთელობას, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილია სპეციალური საგამოძიებო კომისია ჰაიდი ტალიაველის ხელმძღვანელობით, ამ კომისიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოეყო 250 მილიონი ევრო. მილოშევიჩი არ დახარჯულა ამდენი თანხა, როდესაც მის მიმართ მზადდებოდა შესაბამისი მასალები და საქმე აქვს მიხეილ სააკაშვილის ძალიან ცუდად და აი ეს იმპიჩმენტის, რომელიც დღეს გახორციელდა და დაიწყო, მის გადასარჩენად არის მიმართული. ახლა არ იქნება ახლა სრად სასიამოვნო საქართველოსთვის, რომ ნუ მაინც ავიიყო თუ კარგი იყო, რა თქმა უნდა ავიიყო. პრეზიდენტი წაიყვანო აქედან ბადრაგით და გააპატიმრონ ჰააგის მის სოლოვრები კი არიან, იქამაგრების ნიღაბიშვილია. ჰააგის ჰოლანდიის ციხეში აღმოჩნდეს და იქ გაიმართოს პროცესი, ეს მთელი ქართული სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ის მაინც სახელმწიფოს მეტაურია და მის მიერ განხორციელებული ქმედებები თუ მოქმედებები თუ უმოქმედობანი ჩვენს მოგვეწერება მე ისტორიულად ამ ნაკადს ვეღარ მოვიცილებ და აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე რამენერად არ უნდა მივუყანოთ საქმე შევია ჩვენთან აგოს პასუხი აკვლაგებინოს პასუხი თავისმა პარტიამ ოჯახმა საკუთარმა გარემოცვამ დაუყენონ ან ისე ან ასე უთხრან რომ აირჩიოს ან ჰააგის ტრიბუნალი ან აირჩიოს ახალ ტრიბუნალი რომელიც ბევრად მობიერი იქნება მაინც ახლა მე იმას კი არ ვამბობ სწორად გამიგეთ რომ არ უნდა დაებრუნებინა ტერიტორიები სააკაშვილს აბა სულ მაგას არ უკიშინებს ის ეს კლები რომ ტერიტორიები დასაბრუნებელია და აბა რაც ყიდებოდია სხვადასხვა მე დღეს ხვდებით ხო ჩვენ ვედავებით იმაზე რომ თუ დაიწყე უნდა მოგეყო თუ იცოდი რომ აგერდი რუსი ჯარს არ შემომიყვანდი ციფრინებს დააბომბინებდი ქართლის მიწას ამდენ სისხლის მდინარებს დააყენებდი და ვერ კიდე გეყოფოდა ნამუსიდან კიდევ ახალ წყვილ დაპირებებს მომცემდი ამას არავინ არ სწხოვდა ხალხი მისგან იცხოვდა ტერიტორიების აღდგენას თუ ამას აკეთებდა ის ომის გზით მაშინ ომის დაწყებას უნდა ქონოდა აგრე ამ პოზიტივით თუნდაც იმ დაგებით რომ ერთი დაკარგულია ეს ხეთაგუროუროა სოფელი ის დაებრუნებინა ან ორი ან მეტი ხო და თვითონაც ახლა წარმოგიდგენთ როგორ გააბუხებდა რომ აი ეს სოფელი ხო დაებრუნა ერთ სოფელი აქედან დავიძრები და გავიყარ ავტობუსს და შევარცხინოში და სოხუმში გეტყოდა მაგრამ ჯანდაბას ეს თქვა მაგრამ სწავლო თავასადარი როდესაც აგებს ომს ის არის დაგებული ეს გამარჯვებულებს არასამართლებელი გამარჯვებულებს კიდევაც სასამართლოა და კიდევაც ძალიან სასტიკად ჯია და დღეს ეს ეტაპი დაუბრუნდა მან უნდა აირჩიოს ორიდან ან აქაური საჯელი აი ანეკდოტში როა ახაური წესე იქაური წესე ან იქაური საჯელი რომელიც იქნება ბევრად წარე რამდენიმე ხანში გამოაცხადეს ამის შესახებ ოფიციალურად რუსეთის ინტერპოლის ბიუროს თავმჯდომარემ ინტერპოლის დაიწყება ძებნა მიხეილ სააკაშვილის და ვალერიან რობიშვილის ეხლა ძებნა გამოცხადებული პრეზიდენტი რომ თავის კამზე რჩება ისე მას სამშობლო მართლა არ უყვარს მართლა არ ყვარებია იმიტომ რომ მთელ ქვეყანას აყენებს დაწყვეტ ქვეშ ბოლოს და ბოლოს გაგახსნა კაცო დღეს სომალის პრეზიდენტი გადადგა აი შავი კაცი რო იყო რაღაცა უბედურება ყველაზე მეგონა რომ გარჩებოდა სიკვდილამდე გადადგა და თქვა რომ მე ვერ შევძენ განაპირების შესრულება ძმაო მაბატია და ეს პირატები ვერ შემოუყარე უკანო რომელიც დასული არიან იმ აფრიკის ქის მიდამოებში და ატერორებენ გამავალ გემებს და ამან დაატერება მთელი საქართველო მთელი რეგიონი სახელმწიფო დაშალა ამერიკის ავტორიტეტი ძირს დასცა და ამერიკის ლიდერობა ბოლო მოუგო ეს ფაქტობრივად რუსეთ-ამერიკის ომი იყო ჩვენ ტერიტორიაზე და არა რუსეთ-საქართველოს ომი ისე როგორც კორეის ნახევარკუნძულზე სრულებით არ იყო ორ კორეას შორის ომი რუსეთმა და ამერიკამ საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ გააჩაღეს ომი და დღემდე ამის გამო გაყოფილია ის კორეა და ერთმანეთს ემუქრებიან ატომური იარაღით ხო ისევე როგორც სხვა ომები ვიეტნამში კამბოჯაში ინდოჩინეთში განხორციელებული ომები არ იყო ამ ქვეყნის პოლიტიკურ ძალებსა თუ ამ ქვეყნის ეროვნულ ჯგუფებს შორის ომი ეს იყო რუსეთ-ამერიკის ბრძოლა გავლენის სფეროებისათვის ასევე აირჩიეს საომარ პოლიგონად აი საერთოდ ახალი არ ახსნიან და სტრელბიშაგი ხო ჩვენ დროს მაგას სტრელბიშად აირჩიეს საქართველოს ამერიკამ და რუსეთმა და ეს არჩევინა მიხეილ სააკაშვილმა ხალხო სააკაშვილმა არჩევინა თორე ეს პოლიგონი იქნებოდა ყირიმში იქნებოდა საბჭოს სხვაგან შუაზია იქნებოდა
სადაც არანაკლებად მწვავდებოდა მათი ურთიერთობები, აგერ უზბეკეთში ხან შეეტანეს ბაზები ამერიკას, ხან გამოატანეს ის ქარიმოვი, ხან მოსკოვს მიეყიდა, ხან ვაშინგტონს მიეყიდა, მე ის მოსკოვს ეხლა ეს ვაშინგტონზე ხონია, საქართველოს ევრაზიასიდან გამოდის. მოკლედ ყველად იქცევა ეს ქარიმოვი, კი არა, დიქტატორი და უბედურის ერთი, მაგრამ ქვეყანამ იყოს სწორი კურსი და კაი კურსით, იქ არც ტერიტორია იკარგება, არც ის არის, რა ქვია, თავდასხმები ან რომელიმე ქვეყნის ინტერვენცია და სხვა და სხვა და რაღაც ჩვენი გამოდიოდა, ბედი ხო უნდა ყველაფერს რა. რაღაც ჩვენი გამოდიოდა, ასე გამდურა ყველაფერს. შალაისე თორიკანა ისტორიისათვის კიმიცენი იყო ის დირექტორი ჩრდილოეთ კორეაში და მაღალ წამოიღო თავისი ინიციატივით სტალინი გავიდა რასაკეთებს. არ დაიჯეროთ, როგორ გეკადრებათ, ახალი იარაღი გამოსცადა მაშინ სტალინმა და ვინ იყო ტრუმენმა და ემზადებოდნენ ატომური ომისათვის საბჭოთა კავშირი და ამერიკა, მაგრამ შემდგომში, როდესაც უკვე გამრავდა ეს იარაღი იმ დონეზე, რომ დედამიწა ნადგურდებოდა, გაიჩნენ ტვინები და მოვილაპარაკეს, რომ კარგი, ჩვენ ერთმანეთში აღარ ვიომოთ, მაგრამ გავაგრძელოთ იარაღის გამოცდა აი ამ პატარა პრიმიტიული ერების ხარჯზე მათი აზრით, რომლებიც მოგვცემენ ამის საშუალებას და სააკაშვილმა ამის პოლიგონი გაუჩნდა და ამ შედეგებს ხედავთ რა. აი, სტალინი ჩვენი კაცი იყო, ომიგოს ზომოდა, იმას შევიდოდა ტაივანში. alles უნდა აზია, ევროპა და მთელი მსოფლიოს გაკონტროლება. სტალინი და ხრუშჩოვი კუბაში ჩავიდა და იქ მოაწყო სოციალისტური რევოლუცია და კასტრო გაწოდა. ეხლა სტალინმა მთელი ჩინეთი გააკეთდა და გააკომუნიკა და კორეები რატო იწოდა უარს. მე არ გეთანხმებით, სტალინის და თავისი პოლიტიკა დაუმარცხებელი პოლიტიკა იყო ეს და სხვათა შორის ის მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, მაინც ეს ნაციონალიზმი რუსეთშიც ღრმად არის ჩამჯდარი, რუსეთშიც კი არა იქ არის თუ არის და ის გამოკითხვის დროს იმიარაცია, ვინ არის ყველაზე დიდი რუსეთის აღშენებელი, ალექსანდრე ნეველი გაიყვანეს. ნეველი გაიყვანეს პირველ ადგილზე, მეორეზე გავიდა სტოლიპინი, რომელმაც თავისი პროგრამის განხორციელებას ვერ მოასწრო, ისე მოკლეს კიევის თეატრში და მესამეზე გავიდა სტალინი. აი ამაშია საქმე, როცა უცხო ერს და უცხო კულტურას და უცხო იმპერიას ემსახურება, ქართველი კაცი, ხო? ის ყოველთვის თვითონაც გაადებს და საკუთარ სამშობლოსაც დაუყავს. როცა სააკაშვილმა სხვა იმპერიების მსახურება აირჩია, მათი დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში და მოგვიწყო ფერადი რევოლუციები და გაუვიგდა მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც, რომ თქვენიც ვიქნები და თქვენიც ვიქნებიო, იმიტომ დამთავრდა კარგი ბაზარშალა. საერთაშორისო საქმეები და ამიტომ არის თავი აღარ დაუშვათ ჩვენ მარიონეტული ხელისუფლებების არსებობა. კი ბატონო, მაგრამ ამას მასაპრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამეთ უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იგივე ხრუშჩოვმა საერთოდ იცოდა ფიდელ კასტრო, ვინ იყო 58 წელს ისე იყო ფიდელ კასტრო და ჩე გევარამ ეს ჩე გევარამ აგება ყოველთვის იოლე შეარჩუნება ძნელი. რუსებს ერთი კაპიკი არ ჩაუყრიათ ეხა კუბის რევოლუციაში. სამაგეროთ იქ ფული ჩამარა ლათინური ამერიკის ნარკო ელიტამ და მათ შორის ეს შესწავლილია დოკუმენტი. მათ შორის ბრაზილიამ, არგენტინამ და დიქტატურულმა რეჟიმებმა, რომლებიც ლათინურ ამერიკაში იყო ძალიან ფართო და მე მასაც გეტყვით, რომ საიდან მოგამტკიცა ინფორმაცია, საიდან მოგყვირა, ასე ლათინური ამერიკა იყო შეერთებული შტატების საფრთხელი პოლიგონი 200 წლის მანძილზე. ეს პოლიტიკა ხორციელდებოდა ყოფილი პრეზიდენტ მონროს დოქტრინის საფუძველზე, რომელმაც მოუწოდა ამერიკის პოლიტიკოსებს, რომ თავი დაენებებინათ მსოფლიოს სხვა კონტინენტებისათვის და მიეხედათ ლათინურ ამერიკისათვის. ეს მიხედვა გამოიხატებოდა იმაში, რომ დააფინანსებდნენ რაღაც პოლიტიკურ ძალას, მოიყვანდნენ ხელისუფლებაში, მერე ისინი რომ იქნებოდნენ მისგან ჰქონდა საქმე და უღალატებდნენ თავიანთ პატრონს, იმად დაამყობინებდნენ ახალ ძალას, მოიყვანდნენ ახლებს და მთელი 200 წელი ლათინური ამერიკის ისტორია იყო აი ეს უსასრულო გადატრიალებებისა და არასტაბილურობის ეპოქა. ფიდელ კასტროს აფინანსებდნენ და აძლიერებდნენ სწორედ ანტიამერიკული განწყობით ლათინოსები, რომლებიც 200 წლის მანძილზე კარგად დაბრუნდნენ ამ კონტინენტზე ამერიკის უცხოური პოლიტიკის ხალხებია, მაგრამ ეს 200.000 ყოველი იყო მაიამიში, აი დიქტატორული რეჟიმი იყო ბატისტასი, მისი ოპოზიციონერები იყვნენ ძირითადად ამფინანსებლები. ეს შევკავოთ ეს თემა. ლათინურ ამერიკას აქვს საერთო კულტურული მემკვიდრეობა, ბატონო დავით, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ის შეგევა კუბაში რომ გააკეთა რევოლუცია, მე გაემართა ბოლივიაში, კოლუმბიაში და იქ აპირებდა რევოლუციას, მაგრამ კონგოში იყო. ერთიანი სამშობლო და იქამდე მივიდა ეს პროცესი, რომ დღეს მათ შემოიტანეს ერთიანი ვალუტა, ქმნიან ერთიან ენერგო ბაზარს და ქმნიან ერთიან შეერგებულ ძალებს. ანუ ამერიკის საპირწონეც კონტინენტზე იქნება მეორე ბლოკი ევროკავშირის მსგავსი. კარგი ბატონო, მოდის მაყურებელი შემოვიყვანოთ შორსტადუყას უბრალოდ იქეთ-ქეთი არ უნდა. დიახეთ ეშხარ, გისმენთ? არა, შორსტადუყას ის აქ განხორციელდა, რასაც გათხოვა ამერიკაში აკეთებდა ამერიკა 200 წელი. მე აქ გააკეთებინა სააკაშვილი. ახალს გავაკეთეთ ისტორია